ცხოვრებას პირობითად დავყოფდი სამ ნაწილად. პირველი ეს არის აფხაზეთში გატარებული წლები, მეორე დევნილობაში გატარებული წლები და მესამე ჰოლანდიაში, სადაც ამჟამადაც ვცხოვრობ. თბილისში სტუმრად მყოფმა ჩვენთან შეხვედრის ადგილი თავად შეარჩია. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, სადაც 12 წელი იცხოვრა და დევნილობის რთული პერიოდი საკუთარ ხალხთან ერთად გამოიარა. ყველა ადამიანი მახსოვს, ვისაც იმ დროს ესეთი ღიმილიც კი გამომეტებია ჩემთვის. საშინელი პერიოდი იყო. ჩემთვის ისევე როგორც უამრავი, ათეულათასობით დევნილისთვის დაიწყო სრულიად ახალი, ძალიან რთული პერიოდი, ასე ვთქვათ, განსაცდელი ცხოვრებაში. ასეა თუ ისეა გადავლახე ის წინააღმდეგობები, რაც აი ამ ომის შედეგად წილად ხვდა ყველა დევნილს. აფხაზეთის ომის შემდეგ პროფესიით პედაგოგმა 24 წლის დალიუბილავამ ჯერ რადიოში, მერე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელოვნების რედაქციაში დაიწყო მუშაობა. როცა განვლილ გზაზე საუბრობს, კეთილი ადამიანების წვლილსაც არ ივიწყებს. ახსოვს პირველი ძალიან დიდი ნათელი წერტილი იყო რადიოში რომ მოვხდი. ქალბატონ მედიკო გეგეშიძესთან, არაჩვეულებრივ ადამიანთან. მაშინ მქონდა ესეთი გადაცემა, საკმაოდ რეიტინგული, არაჩვეულებრივი გადაცემა თანაგრძნობა. აი ამ გადაცემის მეშვეობით მოვხდი მედიკოსთან. მედიკო იყო პირველი, ვინც ამ ბნელეთში ხელი ჩამკიდა და მითხრა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. მედიკოსთან გავიცანი ქალბატონი ლამარა კიკილაშვილი, რომელიც იმჟამად რადიოშიც მუშაობდა და ტელევიზიაშიც. ჰქონდა ასევე არაჩვეულებრივი გადაცემა სახსოვარი ხელოვნებას. ჩვენი გადაცემა ქალბატონი ლამარას ავტორობით იყო ძირითადად ქართველ ხელოვანებზე. და ამან კიდე ძალიან გაალამაზა ჩემი ცხოვრება. ტელევიზიით მოხიბლულმა თეატრალური ინსტიტუტის კინოხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა სახელწოდებით ჩვენ დევნილები უკომენტაროთ მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე ფესტივალის მონაწილე გახდა. ყველაზე ახლობელი თემა ჩემთვის ბუნებრივია მაშინ ჯერჯერობითაც არის აი ესეთი ჩვენი ადამიანები, ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი დევნილების სულიერი ტკივილი. და ბუნებრივია რომ აი ამითი განისაზღვრა ჩემი სადიპლომო ნამუშევარი. მაქვს დიპლომი, ვთქვათ, სტალკერიდან მივიღე დიპლომი, ვიყავი გიკის მე-20 საერთაშორისო ფესტივალზე. იქიდან ახალი კონტაქტები გაიხსნა. თბილად იხსენებს იმ დროს, როცა მისი მომავალი მეუღლე გრაფი პაულუს მარინუს კორნელის ფრედი მოსკოვში, კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების პერიოდში გაიცნო. ის ხო რაღაც სამსახურის საქმეებზე ჩამოსული და ვიღაც მეგობართან იყო შემთხვევით და ეს ჩემი ფილმის ჩვენება იყო მაშინ დომ კინოში და აი გავიცანი პაული და ფილმის დასრულების შემდეგ მოვიდა, მომილოცა დიდი სამი თითქოს ისეთი ფილმი იყო. ერთი სტუდენტური, კარგად გაკეთებული, მაგრამ გაჭირვებით გაკეთებული ფილმი იყო და მახსოვს ეს ძალიან ხო მაშინ სითბოს მოწყურებულ დევნილებს ხო თითო ღიმილიც კი ძალიან ხიბლავდა და ძალიან გვჭირდებოდა. მიმტევებელი, კეთილშობილი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ პაული ისეთი ფესვებიდან მოდის. დიდგვაროვანი ოჯახიდანაა, მაგრამ ამაზე ჩვენ საუბარი არც გქონია, ამაზე არ ყოფილა აქცენტები გაკეთებული. ამჟამად დალი დე გრაფი ჰოლანდიაში ფონდ არტ ეკოს ხელმძღვანელობს, რომელიც თავად დააფუძნა. მის მიერ განხორციელებული 5 პროექტი იბერია ფესტივალის ეგიდითაა წარმოდგენილი და საქართველოს უკავშირდება. მათ შორისაა ქართული კულტურის დღეები ჰოლანდიაში. ეს ხო ყველაზე დიდი პროგრამა 2010-ში. არაჩვეულებრივი ანსამბლი რუსთავის კონცერტები იყო, 50-იანელთა გამოფენები ლეიდენის გალერეებში, 5 გალერეებში იყო ჩვენი ქართული კინოკლასიკა, იყო ვორქშოპები. და ამ ქუხდან მთელი ლეიდენი იყო გადასული ქართულ რელსებზე. უმაღლესი შეფასება მიიღო ამ ფესტივალმა. დავიწყოთ იმით, რომ რუსთავი მე როგორც მისი წარმომადგენელი უმაღლეს დონეზე წარადგინეს იქა და გარდა ამისა რუსთავმა თვითონ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს, გაზეთები აჭრელებული იყო პირდაპირ ქართული სიმღერის და ცეკვის ქები და საერთოდ საქართველოს შესახებ ბევრი იწერებოდა. იყო მხატვრების გამოფენის გახსნაზე არაჩვეულებრივი შემდეგ სხვა ღონისძიებები ჩატარდა ფილმების ჩვენება, იშვიათი ქართული ფილმები აჩვენეს და ჰოლანდიამ ახლოს გაიცნო საქართველო და ამბობდნენ რომ გაზეთები და კერძო შეხვედრებშიც რომ მათ გაიცნეს ისე როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა, არაჩვეულებრივი ქვეყანა და ამაში აი ყველაფერ ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დალი უბილავას.
კიდევ ერთი საინტერესო პროექტი სახელწოდებით ჩემი სახლი, რომელშიც აფხაზეთის მხატვრებია წარმოდგენილი. ამ პროექტის შესახებ ჰოლანდიურ პრესაში ბევრი დაიწერა. It's a great pleasure to be in your show and it's also a great pleasure to talk about ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონ დალი უბილავა დე გრაფზე საუბარი. ის ენთუზიაზმით სავსე და შემოქმედებითად აქტიური ადამიანია. მან ბევრი გააკეთა ქართული და ნიდერლანდების კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად. ქალბატონ დალის მიერ განხორციელებულ საინტერესო პროექტთა შორისაა დევნილი მხატვრების გამოფენა ჰოლანდიაში. ის თავად აფხაზეთიდანაა და კარგია, რომ ამ ასპექტითაც წარმოადგინა საქართველო. ერთ-ერთი პროექტი ჩვენმა საელჩომაც დააფინანსა. ამ პროექტის მიზანი იყო, რომ საერთოდ აფხაზეთი როგორც ასეთი რაღაც ცოტა ჭრდილში იყო. და ცოტა რა მოგვეწია აფხაზეთზე ინფორმაციები, რომ მიგვეწოდებია ჰოლანდიელი პუბლიკისთვის აფხაზეთიდან წამოსული ხელოვანების შემოქმედება რო გაეცნოთ და რა თქმა უნდა მეორე მხრივ მიზანი იყო, რომ თავად აი ამ ხელოვანების სტიმულირება, საერთოდ აი ამ პროცესების, კულტურული პროცესების სტიმულირება და სხვა რა არაფერი ჩემს მოქალაქეობრივ ვალადაც ვთვლი იმას, რომ ეს უნდა გამეკეთებინათ.